გამარჯობათ პატივცემული საზოგადოება. დღეს მინდა ინდაურის გაპუტვა გასწავლოთ, რა თქმა უნდა, ბერმა იცით, მაგრამ მინდა ინდაურის გაპუტვა როგორ ხდება, რანაირად ხდება, ეს მინდა გასწავლოთ და თან ამავდროულად ეს ახლა დიდია დაახლოებით საკმაოდ წონიანია, სადღაც 6 კილო და 300 რაღაცა. პატარა არ არის, წონიანია საკმაოდ. 6 კილო და 6 კილო ნახევარს რაღაცა ცოტა აკლია. 300 რაღაცა იყო, შეიძლება 350 არ რაღაცა. როდესაც წყალს ავადუღებთ და მას შიგნით ჩავდებთ, აუცილებლად ამას შედარებით მაგარი ბუმბული აქვს და ისე ღრმად არის, რომ ყველაფერი სუფთად არ ამოდის. და ყველაზე კარგი საშუალება დაახლოებით ახლა ამისთვის აი მხელა ინდაურისთვის საკმარისია ერთი დიდის აი 2 სუფრის კოვზის სოდა ჩაყარო წყალში, 2 სუფრის კოვზის სოდა, როადუღდება წყალში ჩაყარო, პატარა მოურიო და შემდეგ დაიწყო ამისი გაფუფქვა. მაგ შემთხვევაში უფრო შედარებით ადვილად გაეცლება და კაი ლამაზი გასუფთავებული გამოვა და რაც შეეხება დაკვლას, ახლა ამას ყურები აქ, აგერ აქ ყურები. აუ! ამას ახლა თები მაგ დაჭრილი. ამას აუცილებლად ყურის ძირში უნდა წაკრა, აი როგორც კურდღელს კლავ. აი აქ უნდა წაკრა და აუცილებლად უნდა გათიშო, ანუ კომაში უნდა ჩააგდო, ისე რა თქმა უნდა ცხოველისთვის და ფრინველისთვის არ აქვს მნიშვნელობა. სხვანაირად წამება მისთვის ამ შემთხვევაში ახლა ეს არის ბუნების კანონი, შეიძლება ბერმა დაიწყოს რაღაცა, აი რა დაკვლა როგორ შეიძლება, ხორცი როგორ შეიძლება, კაი დიდია ბიჭო. ახლა ამას გავთიშავ და საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებს. აი კომაში რო ჩააგდებ ადამიანს და კომიდან ადამიანი გადის თავისუფლად. დანარჩენს შემდეგ გაკეთების პროცესს გაჩვენებთ. აუცილებლად სოდას ჩავყრით აუცილებლად ცოტა ხანი გავაჩერებ.
ხელა კუდი აქვს. ცოტა კარგად კარგად მოყვება. მგონი მეტი აღარ უნდა. მაინც არ დაისვაროს და სუფთად უნდა გავაკეთოთ. ახლა ვნახოთ. როგორ მოხდება ამისი გასუფთავება? აი ეს მინდა ახლა გაჩვენოთ. ისე ლამაზად სუფთავდება მერე უკვე. ისე ლამაზად გასუფთავდება, როგორც დაგიბარებიათ. ცხელია თვითონ.
ინდაური და ანუ ძირიანად ამოდის ისე რომ აღარ დარჩება შიგნით. როდესაც გასუფთავება მიდის, აი ესეთი წესით შეიძლება გაასუფთავოთ. ინდაური ცუდი გასასუფთავებელია ზოგადად და ასევე ცუდი გასასუფთავებელია იხვი. სოდა ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, ოდნავ მოურიეთ, ჩადეთ, ცოტა ჩალბეს. ახლა ამ ხელა არაფერი არ რჩება შიგნით, ყველაფერი გამოდის. ესე იცოდეთ ჩვენმა მამა პაპამ ბევრი რამე და იმათგან დატოვილია ეს ყველაფერი. აი ერთი ცალი არ რჩება, ისი ამოდის. აი ისე სუფთად გამოდის. ცოტა გავასუფთავო და ახლოსაც გაჩვენებთ. ახლა ინდაურის საცივი უგემრიელესია. ინდაური უგემრიელესია ზოგადად. ძვირი ის არის სიამოვნება ნატურალური რო გაზარდო. ეს ახლა ნატურალურია. მირჩევნია სუფთა მყავდეს ნატურალური, ცოტა მყავდეს ვიდრე ბევრი. აი ამისი ფრთებთან და კუთთან ამისი ამოძრობა იყო ხოლმე კატასტროფა. ისე არის კატასტროფა. თუ არ უზავთ სოდას, უცებ გააკეთებ. ეს
ეს აღარ რჩება შიგნით არაფერი და არის სუსუფთა. მამალიც ასე უნდა გააკეთოთ, ჰათამიც ინდაურიც ხელა არის. შვენი აი როგორი სუფთა სუ ამოდის ყველაფერი ახ მიყვები ნელ-ნელა და ამოიტანა სუმთლად ამოდის ყველაფერი მე ცოტა დარჩება ცოტა გასასუფთავებელი და ეგ არის შვენიერი და გავიხადე. აი, როგორ სუფთად ამოდის. სუფთად შვენივრად კარგად ამოდის აი ხედავთ რა კარგად არის ბიჭო ყველაფერი აი არაფერი ისეთი შავები აღარ რჩება შიგნით და ისე კარგად ლამაზად ამოდის რომ ახლა იბეჭვებია უკვე წყალს გადავავლებ რომ რა როგორ არის რანაირად არის ამა გავრეცხავ ახლა და კიდე თუ რამე გამოჩდება კიდე შევხედე ეს არის მეგობრებო
იქნება ვინმეს გამოგადგეთ, ვინმე არიცოდეთ, ან იცით და დამიდასტურეთ თუ იცით ახლა. აი, სია, გასუფთავებული არის, პატარ-პატარა წვრილები შიგნით არ არის. მიხვდით? აი, შიგნით არ არის, აი. ისეთია. აი, ისე კარგად არის გასუფთავებული. ამას ახლა ცოტა გავრეცხა უკვე, შეიძლება ცივი წყლის მიკარება, გავასუფთავებ. აი როგორია. იმედია იხედება. უპრობლემოდ არ დაჭირდება, არც კანი დაეძიძგნება, არც არაფერი მოუვა. სოდიანი პატარა ერთი სუფრის კოვზი, ახლა ეს ცოტა დიდი იყო. ნახლოებით 2 სუფრის კოვზამდე არც ჩამიყრია, მაგრამ კარგად ჩავაყარე. კოვზი არ მქონდა და ვერ დავრწყავდი თვალით მაქვს უკვე დაჭერილი. აჰა. ეს ახლა გასარეცხი. ესენი ზედები, ესენი გასარეცხი. გავრეცხავ, გავკანკლავ და ნახოთ მერე. აი გავასუფთავე. აი როგორია. გასუფთავებული. აჰა. შვენიერი. აი ჩვეულებრივად შეგიძლიათ ჩვეულებრივად გაასუფთავოთ სოდის საშუალებით. ხოლოდ იქ ცოტა ბევრი არ უნდა, რომ არ დარჩეს შიგნით. შეხედე, შიგნით არაფერი აღარ რჩება. ისეთი ქერო უნდა იყოს. აჰა. აი ეს არის მეგობრებო. დიდი მადლობა რომ ხართ. ჩვენთან იქნება ვინმეს გამოგადგეთ. ეს იქნება გამოგადგეთ ვინმეს და გამოიყენოთ თქვენც. ახლა ნუ უარყოფითი იმით თვალით ნუ შეხედავთ რომ არ იქა მოსემ დაკლა და რაღაცა. არა, ამაზე ცალკე აუცილებლად ვიდეოს გადავიღებ. რა დატვირთვა აქვს შინაური ცხოველის მოხმარებას, ცალკე ვიდეოს გადავიღებ. უბრალოდ ახლა გასუფთავების თემას გაჩვენეთ. აი გარეთ, აი ჩვეულებრივი არანაირი პირობები არ არის სხვა. აი ჩვეულებრივი მინდვრის პირობებში როგორ შეიძლება გავასუფთავოთ. ან მაგალითად თუ სიტყვაზე ვინმე წასული ხართ სანადიროდ ქათამზე, ხოხობზე, წასული ხართ სანადიროდ იხვზე, რაიმეზე, ფრინველზე, ან ტყის ქათამი, რა ვიცი. აუცილებლად შეიძლება ცოტა სოდა გქონდეთ ადუღებულ წყალში. ჩაყაროთ, მიურმოურიოთ და მინდვრის პირობებში იდეალურად გაფუფქავთ. ნუ სახლის პირობებშიც უნდა გაფუფქოთ და გაასუფთავებს. ვტებით რაღაცა შავი ის არა აქვს, აი თავისებური აქვს მაინც ფრინველს, შავი რაღაცა უარგისი ნადები. საერთოდ გასრიალებული, აი ახლა კარგად გაირეცხება, თან ერთგვარი როგორ არის იცი? სოდა ერთგვარი სავლებია, მაგალითად პირშიც გამოგვივლებია ხოლმე რაიმეს ჭრილობისთვის, კბილის ამოღებისთვის, ან ყელი რო ცოტა ისე ვერ გაქვს. ამიტომ სოდა ცოტა დოზით, ეგრე ბევრი მინახია რომ კუჭი რო ტკივათ, იმისთვისაც დაულებიათ ცოტა ოდენი სოდა. აი კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.